მთელი პრობლემა ადამიანისა, ყოველი პიროვნებისა, სულიერად მაცხოვრებელისა, რომელიც ცდილობს სულიერ ცხოვრებას. მე ხა აბსტრაქტულად არ ვსაუბრობ, აი ჩათვალეთ თქვენზე ვსაუბრობ. უამრავი პრობლემა თითოეული ადამიანის სამრელოში რომ არსებობს, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ ცხოვრობენ სახარების მიხედვით. არ ცხოვრობენ წმინდა მამათა მიხედვით. არ ცხოვრობენ ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილების მიხედვით. არ ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში დაღეჭილი ლუკმა ეძლევათ ადამიანებს. აი დაღეჭილი. მაგრამ ამასაც არ უსინჯავენ გემოს და ამასაც არ იღებენ. შესაბამისად ადამიანი მაშინ რას აკეთებს? ერთადერთი რჩება საკუთარი ნება. ადამიანი ენდობა საკუთარ ნებას. ადამიანი ენდობა საკუთარ გადაწყვეტილებებს. ადამიანი ენდობა საკუთარ აზრს. გესმით? სულიერ ცხოვრებაში ვამბობ და არა, ეხლა იქ მანქანა როგორ დაქოქო და სამსახურში რომელი ტრანსპორტით წახვიდე. სულიერ ცხოვრებაში ვამბობ. ანუ იქ სადაც შენი კავშირი ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან უნდა რეალიზდეს. გესმით? იქ საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ყველანი ბრმები ვართ. სხვათა შორის ვისაც ეკითხები მოძღვარი თუ ყავს, ისიც brma არის. უბრალოდ ხდება საოცრება, საიდუმლოება, საკრალურობა ამაში მდგომარეობს, რომ შენ როცა ეკითხები სიმდაბლის გამო, ღმერთი მას აძლევს სიტყვას შენთვის. აქ არის საიდუმლოება. შენ მოძღვარს იმიტომ კი არ ეკითხები, რომ ის შენზე ჭკვიანია. საიდუმლოება, საკრალურობა უნდა დაინახო ამაში. არც შენი ნება მნიშვნელოვანი და აზრი, რა აზრი უნდა იყოს ახლა აქ ისეთი ამ პატარა კოლოფში, რომელიც სამყაროს გაარღვევს.